ეს მალაკას სრუტეა, მალაიზიას, სინგაპურსა და ინდონეზიას შორის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო ობიექტი მსოფლიოში. სწორედ აქ გადის შუა აღმოსავლეთიდან წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებამდე მიმავალი ნავთობის უმეტესი ნაწილი. ეს გზა ასევე 1000 კილომეტრით მოკლეა ინდონეზიის სუნდის სრუტეზე გამავალ გზაზე, რაც ასევე განაპირობებს მასზე მაღალ მოთხოვნას. სინგაპურის უპრეცედენტო სიმდიდრის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ მალაკას სრუტეზე მდებარეობაა. ამ ქვეყანაზე მეც კი ამ ვიდეოში გიზიარებთ. ნავთობის უმეტესი ნაწილი უზარმაზარი ტანკერებით საზღვაო გზით გადაადგილდება, რადგან სახმელეთო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა მილსადენები და სარკინიგზო გადაზიდვები, შეზღუდული გამტარიანობისაა. ჩინეთი ნედლი ნავთობის 90% სწორედ ინდოეთის ოკეანის გავლით იღებს, რაც მისი სტრატეგიული სისუსტე შეიძლება გახდეს. ამის კარგი მაგალითია სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სადაც შეერთებული შტატები რეგულარულად გზავნის ავიამზიდებს, გამანადგურებლებს და სხვა საბრძოლო ხომალდებს. ამერიკას ასევე აქვს ძლიერი საზღვაო ფლოტი და დაახლოებით 10 მოქმედი სამხედრო ბაზა ამ რეგიონში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ თეორიულად ჩინეთი ტაივანზე იერიშს მიიტანს, რაც ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხია თანამედროვე გეოპოლიტიკაში, შეერთებული შტატები შეძლებს ჩინეთისათვის ნავთობის შესყიდვის საზღვაო გზების გადაკეტვას. ეს კი ჩინეთს კრიტიკულ დარტყმას მიაყენებს. თუ გაინტერესებთ, რატომ არის ტაივანის სტრატეგიული მნიშვნელობის შეერთებული შტატებისთვისა და ჩინეთისთვის, არ გამოტოვოთ ეს ვიდეო. სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონში შეერთებული შტატების დიდი საზღვაო გავლენების გამო ჩინელები მალაკას დილემაზე ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის ბლოკადის რეალურ შესაძლებლობებს მალაკას სრუტეში, ჩინეთისათვის ეს მაინც დილემად რჩება. ამას თავად სი ძინპინმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი, როცა განაცხადა, რომ ჩინეთმა ენერგომომარაგება საკუთარი ხელებით უნდა უზრუნველყოს. ამიტომ ბუნებრივია, ქვეყანა ეძებს გზებს, რითაც ნავთობის იმპორტს ამერიკის მიზანმიმართული შეფერხებების პირობებშიც შეძლებს. და საინტერესოა, როგორ ახერხებს ის ამას.